საღამომშვიდობისა, ეთერშია გადაცემა ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ. დღეს ჩვენ კვლავ ქართულ იდეაზე ვისაუბრებთ. რას გულისხმობს ეს იდეა? ჩვენი სტუმარი სოზარ სუბარი იქნება. სოზარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხართ. მინდა დავიწყო იმ მოვლენით, რომელიც დაახლოებით თვენახევრის 2 თვის წინ იყო. თქვენი სტატია გაზეთ რეზონანსში, ქართულ იდეასთან დაკავშირებით, შემდეგ შეკრება ძალიან ბევრი ადამიანის მონაწილეობით და გადაწყვეტილება, რომ ამ იდეის ირგვლივ რაღაც ჯგუფი შეიქმნებოდა, დაიწერებოდა რაღაც გარკვეული დოკუმენტი, მაგრამ განხილვები იქნებოდა. რა ეტაპზეა, ის გეგმა, რომელიც დაისახა შეხვედრაზე, რამდენად ხორციელდება, რატომ ვკითხულობ? ხშირად არის ხოლმე რაღაც იდეა ჩნდება და მე ბოლომდე არ მედის. ამ იდეას რა ბედი ერის? მადლობა მოწვევისთვის ჯერ ერთი. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან უცნაური თვითონ გამოხმაურება ამ იდეაზე, სანამ საქმეზე გადავალთ. ანუ ვთქვათ, მოდიან ჟურნალისტები, დაახლოებით ესეთ კითხვას ვამენ რაღაც ნაწილი, რომ კი, მაგრამ რას ნიშნავს ქართული იდეა, რატო ქართული იდეა, რა აიმალება მაშინ ამ ფაშიზმი ხო არ არის? ანუ მართლა იქამდე ვართ მისული, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში გაჩნდა რაღაცა შიში, რომ თუ იტყვი ქართულს, ესე იგი რაღაცა საშინელი ქართული რაღაცა უკვე არის ცუდი და სირცხვილი და დამღუპველი, არ ვიცი, რაღაცა უცნაური დამოკიდებულება არის ერთის მხრივ. მე მესმის ამას თქვა საფუძვლად რა აქვს, მაგრამ რაღაცები ხომ უნდა დავძლიოთ და გადავძლიოთ ჩვენ თავში. ხარ შეიძლება რაღაც უკიდურესობებში ვცხოვრობდნენ თმუდმივად უკიდურეს ნიჰილიზმში, ან უკიდურეს პირიქით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი რაც ავართ, ხო? ეს ერთი არასწორი რაც არის და მეორე, თქვათ, უამრავი ადამიანი, რომლებიც კიდე საპირისპირო მხრიდან დაიწყეს, რომ თქვათ, ამათ რა უფლება აქვს, ქართული იდეა, რა თქვა, ქართული იდეაზე ყველას აქვს უფლება. ან მოდიან და კი, მაგრამ შენ ვინ ხარ, რომ შენ დაიწყე, რა პრეტენზიით გამოდიხარ და არაფერი პრეტენზია არ ელემენტარულად თქვი, რომ თუ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ, უნდა დავინახოთ სად ვართ. და უნდა თქვათ, რა გვინდა. თუ არ ვიცით სად ვართ და თუ არ ვიცით რა გვინდა, მაშინ ვერც ვიმოძრავებთ და იმისთვის რომ ვიცოდეთ სად ვართ, ცოტა წარსულიც უნდა შევაფასოთ, ცოტა დღევანდელობაც, ცოტა ჩვენი შესაძლებლობებიც, იქ რაც ძლიერი მხარე გვაქვს, ის არ უნდა დავთრგუნოთ, რაც სუსტი გვაქვს, იმის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ეს ყველაფერი უნდა შევაფასოთ. ამას ვერ გააკეთებს ერთი ადამიანი ბუნებრივია. ჩემი ცდილობა იყო, რომ რაღაცა ბიძგი მიმეცა ამ თემაზე მსჯელობისთვის, ისევ არ გამიგოთ ისე რაღაცა დრო ახო ბიძგის მიცემა. ყველას აკეთებს და მეც გავაკეთე ერთი, ხო? და იყო ძალიან საინტერესო გამოხმაურება. დაიცავე საქართველოსგან იყო, რომ მოდი იქნებ მსჯელობა გავმართოთ. ეს მსჯელობაც ძალიან ესეთი სპონტანური იყო, უამრავი ადამიანი იყო მოსული, რომელსაც ზოგი მაგალითად არც ზოგს მევთხოვე, ზოგმა თვითონ დამირეკა, ზოგი სრულიად მოულოდნელად მოვიდა, გია გაჩეჩილაძე მაგალითად, წვანეთა ლიდერი მოვიდა დაჯდა და ძალიან საინტერესო იდეების თქვა, იმიტომ რომ თვითონ დააინტერესა ამ თემამ და ეს იყო ძალიან კარგი. და ის რომ გამოხმაურება მოყვა, ის რომ დღემდე გრძელდება კამათი, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად თქვათ იმის შემდეგ ჩემგან არანაირით არ ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება მომწიფებული იყო ამ თემაზე სალაპარაკოდ. მომწიფებული და განსხვავებული აზრები გამოითქმება ხოლმე მაგალითად ხო რატო ქართული იდეა მაგალითად ჟურნალისტი მეკითხება და იმიტომ რომ საქართველოში ვარ და ქართველები ვართ ახლა ჩინეთში რო ვიყო ჩინური იდეას ვიტყოდიან რა ვიცი სხვა იტყოდა და ხო და რატო ისეა რა კაცობრიობა კი ერთიანია მაგრამ ამავე დროს ყველას განსხვავებული ხედვები გვაქვს განსხვავებული იდეები გვაქვს რაღაც განსხვავებული მიზნები გვაქვს მაგალითად ხა არ ვიცი ჩინეთში რა ხდება და 10 წლის წინ მახსოვს რომ აკრძალული იყო გამრავლება ხო იმიტომ რომ ჩინეთ უსაფრთხოებას სამეური შვილი საფრთხეს უქმნიდა რა თავარი საფრთხე მათთვის იყო სიმრავლე მხელერია და ჩვენ მე მგონი სხვა ამოცანა გვაქვს ხო რაღაც სხვანაირად უნდა შევხედოთ არ შეიძლება ხა რაღაცა უნივერსალური მეთოდი ავიღოთ ანუ როდესაც გამოდის პრეზიდენტი და კაცი ერთადერთი კაცი რომელიც ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ამ დღეს გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავხდეთ შვეიცარია უნდა ვიცოდეთ ხო იქ რა ხდება სინამდვილეში და რა არის კი ის მისაღები ჩვენთვის ჰაერზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ როცა რაღაცას ვამბობთ შესაბამისად უნდა გავიაზროთ რა დევს ამ ყველაფერში და საით გვინდა რომ ვიაროთ აი ეს გააზრება გრძელდება ანუ ის მაშინ იყო სამი პოსტულატი ხო თუ არ ვწდები ეს იყო თვითმყოფადობა უსაფრთხოება პროგრესი
ნუ ამაზეც იყო შემდეგ რომ სადეს რომ რატო 3 ჩვენ შეგვიძლია ესეთი 30 ჩამოვთვალოთ, რომ კეთილდღეობა, რა ვიცი, დასაქმება, ნუ მილიონი ხო. სიკეთე, ბედნიერება, ბევრია ასე შემდეგ. მე ვთქვი რომ 3-ია და მე მგონია ეხლა გქონია რომ 3 არის ის ამოსავალი, რადგან სახელმწიფოებრიობა უნდა დაეფუძნოს. ეხლა სხვა შეუძლია თქვა 30-იან რაღაცა, მე მგონი ეს საკამათო არ არის. რატომ ხო მოდი ჯერ გიპასუხებ კითხვის პირველ ნაწილზე რომ რა ხდება. გითხრათ სიმართლე ცოტა მე არ ვაქტიურობ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოხდა ესეთი ინტერპრეტაცია, თქვა გამოვიდა ლევან გაჭეჭილაძე თქვა რომ ცოტა ესეთი მე მგონი ნაჩქარევი განცხადება იყო, რაღაც ახალი ეროვნული მოძრაობა იწყება ამაზე. იქ იყო განცხადებები რომ სადღაც შეიკრიბნენ ამ იდეაზე სალაპარაკოდ და საზოგადოების რაღაც ნაწილში ერთი გაჩნდა რაღაცა მე მგონი გადაჭარბებული მოლოდინები, რაც არ მიმაჩნია საქმისთვის სასარგებლო და მეორეც არის უამრავი ადამიანი, რომლებისთვისაც რომელთა აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რომლებიც როცა ხედავენ რომ აქ მაშინვე თქვა პოლიტიკოსები ერთვებიან, ისინი ფიქრობენ რომ ხო არ მოხდება ჩემი ჩართვა რაღაც ისეთ პოლიტიკაში, რაშიც არ მიმაჩნია ამ ეტაპზე ჩართვა და ამიტომ თავს იკავებენ და მეც ახლა არ ჩქარობ და არ მინდა რომ რაღაცა ფორსირება მოვახდინო რაღაცა მოვლენების. თუმცა ის ჯგუფი არსებობს, რვაკაციანი ჯგუფი, რომლის ვინაობას არ გეკითხებით, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული იყო და ალბათ გასაიდუმლოებული იქ. მაშინ ითქვა იმ პირველი შეხვედრის შემდეგ, რომლებიც გააგრძელებენ ამაზე, თქვა რაღაცა მუშაობას და რაღაცა დოკუმენტს თუ პროგრამას თუ რაღაცა პრიორიტეტებს დადებდნენ. ეს ჯგუფი მუშაობს რეალურად? არა, ამ წუთში ესე ყოველდღიური შეხვედრები არ აქვს, თუმცა პერიოდულად ვეხმიანებით ერთმანეთს, ეხლა ისიც განსხვავებული აზრებია ბევრ რამეში, ხა მაგალითად კი ერთ-ერთი ვინც არის ამ ჯგუფის ისიც არის თქვენ სახელი. სიტყვაზე ვიტყვი, რადგანაც არაზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ თქვა, ნუ ეს არის იდეა, რომელზეც მართლა ძალიან ფართო კონსენსუსი იყოს და 2-3 წელი უნდა ვიმუშაოთ, ეხლა ისე ნაჩქარევად არ შეიძლება. ვიღაცა ფიქრობს, რომ ეგ რა უნდა ამის დაწერას, თქვა 1 თვეში, 2 თვეში, მაქსიმუმ უნდა დაიწეროს და რაღაცა განსხვავებული ხედვები არის ბუნებრივია, მაგრამ ეს არის სწორედ კარგი, რომ იყოს ძალიან ფართო მსჯელობა და სხვადასხვა აზრების შეჯერება. ამიტომ რაღაცა მე თვითონ არ ვახტივრობთ ამ ეტაპზე, მაგრამ აუცილებლად აი უახლოეს პერიოდში ალბათ დავიწყებთ შეხვედრებს და დავიწყებთ მუშაობას. სოზა, შეიძლება ვიკითხო, ერთ-ერთი პოსტულატი არის პროგრესი. ხელისუფლება მოდერნიზაციაზე საუბრობს. ანუ პროგრესსა და მოდერნიზაციას შორის რაშია მსგავსება? ანუ თქვენი პროგრესი და ხელისუფლების მოდერნიზაცია, იმიტომ რომ უცნაურია ხა კი პარალელებს ავლებენ, რომ საქართველოში და რუსეთში მსგავსი რამ ხდებაო, მაგრამ იქაც მოდერნიზაციაზეა საუბარი, რუსეთშიც ჩვენთანაც მოდერნიზაციაზეა საუბარი და პროგრესი.